დღეს ჩვენთან ძმებს მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ახართ? ვიცი გუშინ ელოდებოდით ჩემს ვლოგს, ბოდიში გიხდით რომ ვერ გამოვაქვეყნე, ვეღარ მოვახერხე. მზად მქონდა ვლოგი, ყველაფერი დარედაქტირებული მქონდა, უბრალოდ უნდა დამედო ხმოვანი და გამომექვეყნებინა, მაგრამ საღამოთი როგორც კი დავასრულე სამუშაო, მე შემდეგ ბავშვებთან ვიყავი იქეთ-აქეთ და ვიფიქრე რომ დავაძინებ, მერე გამოვაქვეყნებ და ხმოვანს და მერე გამოვაქვეყნებ ვლოგს თქო. მაგრამ 2 საათი ვიწვალე, ვერაფრით ვერ დავაწვინე. ძალიან მიჭირს ხოლმე ამ ბოლო დროს რომ დავაწვინო ბავშვები, ალბათ პერიოდია თქო ვიძახი. ერთმანეთს აღვიძებენ. ან თამაშობენ ერთად, ან ერთმანეთს აღვიძებენ. თუ ალისას ძინავს, საფია მერე იძინებს. საფიას თუ ძინავს, ალისა თუ როგორმე იხმაურებს, სწრაფად იღვიძებს საფია და მოკლედ ძალიან ბევრი ენერგია დავკარგე გუშინ. და ვეღარაფერი ვეღარ გავაკეთე, ამიტომ დღეს დილას ახლა ავდექი, დავდებ ხმოვანს და გამოვაქვეყნებ ჩემო თბილებო, იმედია მაპატიებთ. ეს ვლოგი დაიწყო იმით, რომ განახეთ თუ როგორ წვიმს ჩვენთან. შემდეგ რა თქმა უნდა ჩამოვხსენით ტანსაცმელები და უამრავი ტანსაცმელი მაქვს, რა თქმა უნდა, დასაკეცი. რაც თქვენ გელოდებათ და უნდა უყუროთ ამ ყველაფერს და იმედია ყველას მოგეწონებათ ეს ვლოგი და იმედია ყველა იაქტიურებთ და დამილაიქებთ და დამიკომენტარებთ და ამ შრომას დააფასებთ. და შემდეგ რა თქმა უნდა საფიამ გაიღვიძა, გავუმზადე საჭმელი, ვაჭამეთ, შემდეგ გავრეცხე ბოთლი და სტერილიზაციას ვუკეთებ. ახლა ვდებ რომ მოვხარშო ბოთლი და ყველაფერი ხშირად ვაკეთებ ხოლმე, რადგან ვფიქრობ არის ხოლმე მიკრობები ხოლმე და რო არ გქონდეს. შემდეგ მოვიდუღე ყავა, რა თქმა უნდა, ყავა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ ჩემი მეუღლე ალისა ემზადება, რადგან ბაღში უნდა წავიდნენ და ჩემი მეუღლე სამსახურში. რა თქმა უნდა, მე ყავა დავლიე, მოვიკრიბე ძალები, იმიტომ რომ ძალიან დიდი საქმე მელოდება, თქვენც შეხედავთ და შემიფასებთ მერე. აქ დავიწყე უკვე რაც ჩამოვხსენე ტანსაცმელები, გავიტანე საძინებელში. და რაც მაქვს გარეცხილი ტანსაცმელები, ისინიც ყველაფერი ჩამოვხსენი და ნახეთ თქვენ რამდენია, ძალიან ბევრია. ამას რა თქმა უნდა ამ დღეს ვერ მოვასწარი ეს ყველაფერი გარდერობის დალაგება, 2 დღე მომინდა ჩემო მეგობრებო, იმიტომ რომ პარალელურად ბავშვებსაც ხომ უნდა ჭირდება მოვლა საჭმელი, ყველაფერი მერე 6-ის მერე ვმუშაობ, ვერაფრით ვერ მოვასწარი, ვერაფრით. და ამ დღეს მხოლოდ დავკეცე ტანსაცმელები და გვერდზე გადავდე. ხოლო მეორე დღეს უკვე გარდერობი დავალაგე. წარმოიდგინეთ, რამდენი დრო მაქვს უკვე ამაში დაკარგული და ხარჯული და ენერგია. აქ უკვე საშრობს ლამაზად ვკეცავ. აქ მეტი არ მქონდა დასარეცხი ტანსაცმელი, მხოლოდ მქონდა თეთრეული, გასარეცხი წინადღით რო გამოვცვალე თეთრეული, ვეღარ მოვახერხე გარეცხვა, თქვენც ხედავთ, ადგილი აღარ მქონდა, სად უნდა ჩამომეკიდა. ამიტომ ამ დღესვე გავრეცხა, თქვენც გადაგიღეთ კადრი და თქვენც ნახავთ, ნახეთ რამდენად ბევრი ტანსაცმელია, პლუს კარადაშიც ხო ბევრია. აქ ვრეცხავ უკვე ვაგდებ სარეცხმაგანაში თეთრეულს. ძალიან კარგი ხარისხის თეთრეულია, სხვათა შორის ჩემმა დამაჩუქა, ჩემ დაბადების დღეზე ინგლისში შოუმში იყიდა, ხშირად ვამბობ ხოლმე და ძალიან მომწონს მათი ხარისხი. ქონდათ სხვათა შორის 26 ნოემბრისთვის აქციები, მაგრამ მე არ მიყიდია და ეხლაც ახალ წლისთვისაც ექნებათ. აქ უკვე ვიწყებ გენერალურად დაკეცვას ყველა ტანსაცმელების აბსოლუტურად და მაინტერესებს თქვენც რა თქმა უნდა, მაინტერესებს კითხვა უნდა დაგისვათ. ბავშვებს ალისას რო უყიდეთ რეიტუზები, ჩაიცვა გარეცხვით და დაუპატარავდა ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი და თქვენც ასე გააქვთ და ეხლა საფიას აქვთ კარგად, წარმოიდგინეთ. ახალი რეიტუზები. აქ ყველაფერს ვახარისხებ ჯერ ვკეცა და შემდეგ უკვე ბოლოს კარადაში ვაწყობ ყველაფერს. აქ პლუს საფიაც ჩემთან ერთად არის, თამაშობს, თქვენ ყველაფერს ნახავთ კადრში
და თქვენც რა თქმა უნდა დაგაინტერესებთ. ლაივებს ვთავ ხშირად ძალიან სიამოვნებს ვერ წარმოიდგენთ და ვერ გადმოვცემ იმ სიხარულს თუ რამდენად მახარებს ჩემი გამომწერები რომ მიწერთ კომენტარებს და გაინტერესებთ ჩემსგან რაღაც ძალიან მიხარია. ყველას უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ვგრძნობ რომ მე მყავს აუდიტორია რომელიც აქტიურია. უდიდესი მადლობა თითოეულთაგანს. ასევე ყველა ახალ გამომწერს მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც გამოიწერა ჩემი არხი და ვინც ჩემს გვერდით ხართ. უდიდესი მადლობა თითოეულთაგანს. დღეს მინდა კიდევ ლაივში გამოვიდე, ვნახოთ თუ მოვასწრებ, იმიტომ რომ მისაღები მაქვს დასალაგებელი, საჭმელი მაქვს გასაკეთებელი და მე 6-ის მერე მეწყება სამუშაო და ვნახოთ თუ მოვასწრებ, გამოვალ და მინდა გესაუბროთ იმ თემაზე, რომ თუ როგორ დავიწყე მუშაობა ორბიში, მინდა რომ ეს პირდაპირ ლაივში მოყვე ეს ყველაფერი და თან თქვენს კითხვები დამისვათ რაღაცეები და ძალიან მინდა ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. აქ უკვე გაირეცხა თეთრეული და გავიტანე ჩამოსაკიდებლად. ამ დღეს, ზუსტად ამ დღეს იყო ძალიან დიდი ქარი, ოღონდ საღამოს დაიწყო. და შემდეგ ეს თეთრეული სხვათაშორის გაშრა, მაგრამ შემოვიტანე სახლში და სახლის ტემპერატურა მივაცემინე და შემდეგ უკვე ჩავდე კარადეში. ესე გარეთ რო ვკიდებ ტანსაცმელს, მეტი მალე შრება და მეტი კარგი სუნი აქვს ტანსაცმელს ზოგადად, მაგრამ რადგანაც ადგილი არ მაქვს, ამიტომ არ ვკიდებ. სხვათა შორის ეს мотиваცია ჩემმა და მომცა გარეთ ჩამოსაკიდებლად, ჩემი და რო იყო ჩემთან სტუმრად, რა თქმა უნდა მეხმარებოდა, სულ ხან სარეცხ მირეცხავდა, ხან ჭურჭელს, ხან საჭმელში მეხმარებოდა და სულ მეუბნებოდა ხოლმე გარეთ რატო არ გაგქეს საშრობი, ან გარეთ რატო არ კიდებ და მე სულ კიდებდი გარეთ პირსახოცებს და თეთრაულებს. ეს საშრობი არასდროს არ გამქონდა გარეთ. ცოტა რთული გასატანია და ეხლა დავიწყე ზუსტად იქ გარეთ ჩამოკიდვა ბავშვების ტანსაცმელების ჩემი მეუღლის ჩემიც და ძალიან მალე შრება სხვათა შორის, ძალიან მალე. აქ კადრში განახებთ საფია როგორ თამაშობს, როგორ ერთობა. შემდეგ ნახავთ როგორ დგება უკვე ლოგინამდე, როგორ მოდის და ესეთნაირად. კეცავ ჩემო მეგობრებო და არასდროს არ სრულდება, არასდროს. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ წინა ვლოგებზე, ვინც იაქტიურა, ვინც დამილაიქა, ვინც დამიკომენტარა, ვინც გამოიწერა ჩემი არხი. ყველას უდიდესი მადლობა ვგრძნობ, რომ ჩემი აუდიტორია აქტიურია. სულ ამას ვიტყვი აუცილებლად. უღრმესი მადლობა თითოეულთაგანს. აქ სხვათა შორის წინაზე პირველი სერია რო იყო გენერალური დალაგების და გადავწმინდე მთელი კედელი სინესტისგან, სხვათა შორის საერთოდ არ აქვს ეხლა სუნი, ისე მსიამოვნებს რომ შევდივარ, სისველეც კი არ აქვს, იმდენად მშრალია. ეხლა წვიმს გარეთ, მაგრამ მაინც არ აქვს ისეთი სინესტე და ის სუნი რაც ქონდა და ძალიან მიხარია რომ მე ეს ერთ დღეს გადავწყვიტე და გავაკეთე ეს რაღაც, გავწმინდე ყველაფერი, იმიტომ რომ აუცილებლად იყო გასაწმენდი. ნახეთ აქ ადგა, მე ვარდება ხოლმე, მაგრამ აქ მაქვს ხოლმე საბავშვო ნოხი რომელიცაა და გვერდით ვუდებ ხოლმე და თუ წაიქცევა, იმაზე ვარდება ხოლმე და არ ტკივა. თორე ისე ერთხელ წაიქცა, თავი მიარტყა და ძალიან ვინერვიულე. თვითონ ფრთხილია ზოგადად და რო ვარდება, ჯერ ესე ვთქვათ ტრაკით ვარდება და მე უკვე თავს არ ტყამს, ანუ ესეთნაირად და ძალიან არ ტყამს თავს, მაგრამ მაინც არ მინდა რომ წაიქცეს. ნახეთ უკვე თითქმის დაღამებისკენ არის მისული და აქ უკვე ჩემი მეუღლე და ჩემი ბავშვი ალისა მოვა სახლში. მე აქ ცოტა ხნით ახლა შევწყვიტავ დალაგებას და მე გადავდივარ აქ ვაკეთებ ვერმიშელს შევწვი, იმიტომ რომ როდესაც ესეთ გენერალურად მკეცებ ტანსაცმელებს, საჭმლის გაკეთების დროც კი არ მაქვს რომ გავაკეთო, ამიტომ ყველაფერს ყველაზე მეტად სწრაფად რაც კი კეთდება, იმას ვაკეთებ. ჩემი მეუღლე მითხრა რომ სარდელს მოვიტანო და ისა ვერმიშელთან ერთად დავაყოლო და ძალიან გემრიელად მივირთმევთო და
ვერიმშელი შევწვი სწრაფად და სარდელთან ერთად დავაყოლეთ. შემდეგ რა თქმა უნდა კადრში ნახავთ რომ ალისა შემოდის ყვავილებით მე ლაივში უკვე მოგიყევით არ ვიცი ჩემს აუდიტორიამ ნახა თუ არა ის ლაივი მაგრამ ყვები რომ დილით ისე მოხდა რომ ალისა წაიქცა საფიაზე და ძალიან განვიცადე სიმართლე გითხრათ ალისასაც საყვედური ვუთხარი მაგრამ ესე ვთქვათ თვითონ ისე წაიქცა რომ მისი ბრალი არ იყო მაგრამ დილი როგორც კი მოვიდა სახში ყვავილები მომიტანა ეს ვერ წარმოვიდგენდი სხვათა შორის ჩემს მეუღლეს უთხრა რომ მამიკო ყვავილები ვუყიდოთ დედიკოსო და ესე ყვავილებით გამახარეს ძალიან გამიხარდა მართლა. აქ უკვე ვდგამ ტაფას ზეთს ვასხამ რა თქმა უნდა ზეთის გარეშე ავრწყავ მაკარონს და როგორც კი შეიფუწკება მაკარონი შემდეგ წყალს ვასხამ. ხანდახან ადუღებულ წყალს ვასხამ ხანდახან ცივ წყალს მაგრამ ეხლა იმდენად არ მქონდა ცხელი წყალი მზად თან ელექტროჩაიდანი გამიფუჭდა და გასაკეთებელია და უნდა გამეცხრებინა წყალი უკვე დრო აღარ მქონდა მაგისა და ამიტომ ცივი წყლით გავაკეთე ძალიან გემრიელი გამოვიდა და ეს რა თქმა უნდა კარაქით ჩავაგდე კარაქის გარეშე საერთოდ არ არის გემრიელი და ზემოდან ფოლგა დავაფარე ძალიან კარგი ყვა აქ ნახეთ ეს ყვავილები მომიტანა შემდეგ წავიდა და მოეფერა ალისას ეს თავი რო დაარტყმა ეს ჩემ მეუღლემ მოიტანა ეს პეჩენიები უგემრიელესი იყო სხვათა შორის ბანანი ხილი ვაშლი მარწყვი და ალისას უნდა და ძალიან და პური ლავაში ცხელი ასევე გემრიელი ხოსის ნაჭერი მოიტანა სადაც აქვს ხრაშუნები ძალიან გიждები და მეორე დღეს შევწვით ის ხორცი გემრიელად მივირთით ეს სარდელები, მაგრამ არ მიჩვენებია როგორ ჭამეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო, ასევე ყემალთან ერთად დავაყოლე მე პირადად. დამიწერეთ კომენტარებში. ლამაზი ბარბი. ეს დიდი ხანი ხარჩავდი და იმის ბრალია. ეს უკვე მეორე დღე არის ჩემოკარგებო. წარმოიდგინეთ, ყველაფერი გადმოვიტანე კარადიდან. ძალიან ბევრი რაღაცები იყო, რასაც აღარ ვიცმევდით და ისინი შევინახე. რო გადავალთ სახში, ალბათ მერე წავიღებთ. ანა, ეხლა გავატან ჩემს მეუღლეს, არ ვიცი, მაგრამ ალბათ რო გადავალთ მერე წავიღებთ. ნახეთ, უზარმაზარი ტასსაცმელების რაოდენობა არის. ძალიან ბევრი არის. კარდონები რაც იყო შელახული, გადავაგდე, ჩემო მეგობრებო, გადავაგდე და თემოდანაც გამოვიწერე, იმაშივდებ უკვე ჩემს ტასაცმელებს წარმოიდგინეთ მე ღირსა. ეს დღეც დადგა. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ტასაცმელი ჩაეტია ალისასის. უბრალოდ მაგ გადანაწილებული ზედები ცალკე და შარლები ცალკე და ამიტომ ადვილად შესაძლებელია რომ მოიღო და ჩააცვა ბავშვს. ძალიან მომეწონა სხვათა შორის როგორც დავაწყე ბოლოს ნახავთ რა თქმა უნდა კადრს. თუ როგორ დავაწყო ყველაფერი. კიდე მაქვს საყიდელი ალისასთვის რეიტუზები. კიდევ მინდა რამე სპორტიულები ვუყიდო. ეხლა საახალწლო საჩუქრები გვაქვს საყიდელი და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც, მაგრამ პირველ რიგში მინდა გენერალურად დაავალაგო ძალიან ბევრი მაგას საკეთებელი ჩემ მეგობრებო. ვერ წარმოიდგენთ, უნდა დავასრულო აუცილებლად უნდა დავასრულო მალე. და შემდეგ ლამაზად ნაძვის ხე უნდა დავდგათ და შემდეგ ალბათ ვფიქრობ რომ სამტრედიაში წავალთ 31-ში. ნახოთ. ზოგადად წინასწარ არ ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ არ მისრულდება და ან და რაღაც მოხდება შემდეგ, ამიტომ ნახოთ როგორ იქნება. თქვენ რა თქმა უნდა წაგიყვანთ ყველგან. ეს თეთრი რო გითხარით რას ჩავდება არ ვიცი თქო ძალიან კარგი სხვათა შორის აღმოჩნდა კარდონი ან არ ვიცი რა დავარქვა და ჩავაწყე ბავშვის ადიალები და რამე რაღაც ესეთი ტილოები რაც საჭირო იყო ეს ჩემ ასაფია საჩუქეს უკვე ახლა კარგად ექნება ამიტომ ამოვიღე ის კაბა და ზევიდან მოსაცმელი და ჩავაცმევ არ ვიცი როდის მაგრამ თქვენც ალბათ გადაგიღებთ
აქ პირსახოცები ყველაფერი დავკეცე, ყველაფერი ერთად დავაწყე და შემდეგ კარადაში ჩავდები. ბოლომდე რო გადამეღო, ალბათ ძალიან გრძელი ვიდეო იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ გადავიღე, რომ ჩემი მეუღლის შარვლები დავკეცე და ჩავაწყე კარადაში და შემდეგ უკვე ეტაპობრივად გაჩვენებთ უკვე შედეგს თუ როგორ არის და როგორ გამოიყურება. იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ეს ყველაფერი ესე გადამეღო და მეჩვენებინა თქვენც, იმიტომ რომ თქვენც ალბათ მოგბეზრდებოდათ ჩემი აზრით. მაგრამ კომენტარებში დამიწერეთ, ვის აქვს ხოლმე ესეთი ბევრი ტანსაცმელი და ესეთი არეულობა ამ პერიოდისთვის. რაღაცნაირად მგონია, რომ მე არასწორად კეცავ თუ რა არის, ვერ ხვდები, რომ სულ ესე მაქვს ხოლმე არეული. ჭირდება რა თქმა უნდა გენერალურად გარდერობის დალაგება, იმიტომ რომ არის რაღაც ტანსაცმელები, რომელსაც საერთოდ არ ვხმარობთ უკვე, ან პატარა, ან და ზაფხულში ვხმარობდით, ამიტომ ჭირდება გადახარისხება, გადმოხარისხება და მერე ადგილიც რჩება, რომ მაგალითად თბილი ტანსაცმელი დააწყო. ეხლა ზამთარი მაინც თებერვალამდე, მარტამდე მაინც იქნება, ამიტომ დამჭირდება ყველა ეს ტანსაცმელი და რაც მოკლე იყო კლავიანი და რაღაც ისეთი, ყველაფერი შევინახე. ნახეთ საფია როგორ დგება კალიასკაში, ბოლოსაც გეუბნებით, მაგრამ ეხლაც ვიტყვი, ბოლოს ეს არის მეორე სერია გენერალური დალაგების და მესამე სერიაში უკვე იქნება, რომ ამ ლოგინის ქვეშ რაც არის ნივთები, ის ამოვიღო და ჩამოვწიო ლოგინი. ბავშვების სათამაშოების ადგილი, სადაც ვდებ, ის მინდა კიდე დავალაგო, ფარდები მინდა გავრეცხო და უკვე დასრულდება გენერალური დალაგება საძინებელში. აი ჯერჯერობით, აი ესე მაქვს დალაგებული და ნელ-ნელა ვალაგებ. უბრალოდ პროცესს აღარ გიღებთ, იმიტომ რომ ძალიან გრძელი ვლოგი გამოვა, ყველაფერი ერთად რაც იქნება, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ იქნება საინტერესო. ჩემო მეგობრებო, ესეც არის ხოლმე შაურმა მომინდა და ჩემი მეუღლე შევკვეთა. ხო შევჭამთ ფრისთან ერთად და ესე ხალხასთან. აი სრული შედეგი. ძალიან დიდი ხანი ვალაგებდი და აი ესე. მომილოცეთ. აქ უკვე სარკეს წმინდავ და ბოლოს ვუახლოვდები. იქ უკვე კადრებში განახეთ თუ როგორ გამოიყურება და კომენტარებში ველოდები შეფასებას თქვენსას. იმედია ყველას მოგეწონებათ. აქ უკვე დაგემშვიდობებით დიდი სიყვარულით. თქვენი საყვარელი ამალიკო. აი ჩემო მეგობრებო, ესე გამოიყურება ახლა ეს ოთახი. მთლიანად შეხედავ გეგონება რომ ძალიან სუფთაა და წკრიალებს, მაგრამ არა. ეხლა დამრჩა აქ ორი ფარდა გასარეცხი და კაიშიშა მაქვს გასაწმენდი. შემდეგ ეს ქვემოთ მაქვს რაღაც ნივთები და გადასალაგებელი მაქვს და რაც არ მჭირდება. უნდა ჩვენ სახში წავიღოთ, იქ უნდა დატოვოთ, იმიტომ რომ ბავშვი უკვე დგება და საშიში არ გადმოვარდეს და ამიტომ ქვევით უნდა ჩავწიოთ ეს. და ეს ესე თარო მაქვს მთლიანად, ლამაზი დასაწყები ყველაფერი. დასრულდება ამ ოთახში გენერალური დალაგება. აი ესე ვაპირებ. სულ რაღაც სამი რაღაც დამრჩა. და მესამე სერიაში ნახავთ. ასე რომ აქ დაგემშვიდობებით, თქვენი საყვარელი ამალიკო. გაკვეცით.